მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს სპირალზე, მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ. საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი სინგაპურში გრძელდება. ირაკლი კობახიძე დღეს სინგაპურის პარლამენტის სპიკერს შეხვდა, სადაც ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურებისა და სექტორული კავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზე. სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავენ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებიც. საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს სინგაპურელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და დელეგაციის ვიზიტ სინგაპურში ჩემი კოლეგა ნუცა კოროშინაძე აშუქებს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვეცდება. ნუცა გისმენთ. დიახ, ქეთი, ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა მთავრობის მეთაურმა სინგაპურის პარლამენტის სპიკერთან გამართა. შეხვედრას დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ და რასაკვირველია, განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახდათ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების პერსპექტივა. მათ შორის ხაზგასმით აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და სექტორული მიმართულებით კავშირების გაძლიერება. გარდა ამისა, გეტყვით, რომ ხაზგასმით აღინიშნა ის დადებითი ტენდენცია და კავშირები, რომელიც ორი ქვეყნის საკანონმდებლო დონეზე არსებობს. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აქვთ დელეგაციაში მყოფ სახელმწიფო მინისტრებსაც, მათ შორის ერთ-ერთი შეხვედრა დღეს გამართა ეკონომიკის მინისტრმა ვაჭრობის სახელმწიფო მინისტრთან, სადაც შემდგომი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს. გარდა ამისა, შეხვედრებს მართავს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც დღეს სინგაპურელ კოლეგას შეხვდა. ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ შედგა შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან, ჰქონდა შესაძლებლობა ჩემს კოლეგასთან ერთად მესაუბრა და განმეხილა საქართველოსა და სინგაპურს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები. ჩვენ ვისაუბრეთ გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რეგიონული კავშირების გაძლიერებაზე. საქართველოსთვის სინგაპური მნიშვნელოვანი ქვეყანაა აზიის ქვეყნებთან კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით. ამ კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთან კავშირები სინგაპურისთვის სწორედ ჩვენს რეგიონთან ურთიერთობების გასაძლიერებლად. სინგაპურში მთავრობის მეთაურის ვიზიტს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება, რადგან როგორც საქართველო, ასევე სინგაპური თავთავიანთ რეგიონში ერთგვარ მიზიდულობის ცენტრად მოიაზრებიან. შესაბამისად, საქართველოსათვის სინგაპურის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. მადლობა, ნუცა კოროშინაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. პრემიერ-მინისტრის პარალელურად სინგაპურში მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა, სადაც მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტრანსპორტის, ლოჯისტიკის და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გეგმები დასახეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი ვაჭრობის პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოსა და სინგაპურს შორის სავაჭრო ბრუნვა 25%-ით, ადგილობრივი ექსპორტი კი 9-ჯერ გაიზარდა. ხაზი გაისვა სინგაპურში ქართული ღვინის, ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყლებისა და ფარმაცევტული პროდუქტების ექსპორტის დიდ პოტენციალს. ყურადღება გამახვილდა სინგაპურსა და საქართველოს შორის ტურისტული კავშირების გაღრმავებას. პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ისევე როგორც ჩვენს კოლეგა მინისტრებთან. ჰქონდა შესაძლებლობა განსაკუთრებით ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ჯანდაცვის მინისტრთან გვესაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც დაახლოებს ჩვენ ორ ქვეყანას ერთმანეთთან. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაჭრობაზე, ვაჭრობის მინისტრთან, როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ცხადი აქცენტი გაკეთდა ქართულ ღვინოზე, თუ რამხელა პოტენციალია ქართულ ღვინის ექსპორტ სინგაპურში. ამდენად ჩვენ ვიზიტის ფარგლებში ასევე შევხვდით კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებსაც წარმოუდგინეთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სინგაპურის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ ჩანგიმ დააფიქსირა ინტერესი საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის მიმართ და კონკრეტულად კი მათ დაგვიდასტურეს შეხვედრისას, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ იმ საერთაშორისო ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა გამოაცხადებს ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორის შერჩევის ტენდერში. სინგაპურის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრემიერთან შეხვედრა სოციალურ ქსელს შეხმაურება. როგორც ლოურენს ვონგი აღნიშნავს, აუდიენციის საუბარი შეხო ორმხრივი ინტერესების საკითხებზე თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას. მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს რეგიონულ და გლობალურ პროცესებთან დაკავშირებითაც.
მოხარული ვარ, რომ სინგაპურში ვუმასპინძლე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს გვქონდა კარგი საუბარი ვაჭრობის, ტექნიკური თანამშრომლობისა და ორმხრივი ინტერესის სხვა სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხებზე. ასევე გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონულ და გლობალურ პროცესებთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველოდები სინგაპურსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. საქართველოს ელჩი გერმანიაში ალექსანდრე კარტოზია დღეს გერმანიის პრეზიდენტს შეხვდება და რწმუნებათა სიგელებს გადასცემს. დიპლომატი, რომელმაც აგრე უწყებას აგრემანის საფუძველზე რწმუნებათა სიგელების ასლები 2025 წლის 17 დეკემბერს ჩააბარა, პრეზიდენტისთვის დოკუმენტების გადაცემა 7 თვე ელოდა. დღეს ჩანიშნულ შეხვედრამდე კი გერმანიის აგრარულ საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდიდან წაიშალა მცდარი ინფორმაცია, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი იყო მოხსენიებული. ოფიციალური ბერლინის მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შემდეგ თბილისში იმედოვნებენ, რომ საქართველოს გერმანიას შორის ურთიერთობები გადაიტვირთება და ჯანსაღი დიალოგის ფორმას დაუბრუნდება. საქართველოსთან მიმართებაში ბერლინის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები დროს შეემთხვევა გერმანიის ყოფილი ელჩის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას, რაც მმართველ გუნდს აწევს იმის ხმის საფუძველს, რომ პიტერ ფიშერი ორი ქვეყნის ურთიერთობებში ნეგატიურ როლს ასრულებდა. ელჩი გერმანიაში დღეს ოფიციალურად შეხვედრა აქვს გერმანიის პრეზიდენტთან, ბატონ შტაინმაიერთან. მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, როცა ის მავნებელი ელჩი რო ყავდა დანიშნული აქ. ფაქტიურად აკაცუკების მიმდევარი და მეხოტბე, მხარდამჭერი რადიკალების, როდესაც ამოწურა მისი უფლებამოსილება საქართველოში ელჩის პოზიციაზე, რადიკალებს ხარს უჭერდა, მიტინგებზე დადიოდა და სასამართლოებს ესწრებოდა. შიდა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ამ ელჩის ესე იგი მონდომებით, რომ ძველი ინფორმაცია რომ სალომე ზურაბიშვილი იყო პრეზიდენტი, ეს ეწერა გერმანიის ოფიციალურ საიტებზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხო? და ეს იყო პირდაპირ ამ ადამიანის დამსახურება, რომელიც მავნებლობდა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართულ-გერმანული ურთიერთობები ჩიხში შესულიყო. მე მგონია, რომ ეს წარსულს ჩაბარდა ჩვენ მოველით ახალი ელჩისგან ერთ მთავარს, რომ პატივისცეს ამ ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ამ ქვეყნის ტრადიციებს და თავისი მისია შეასრულოს. ეს ნაბიჯები იძლევა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს რესურსი გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობის და გაღრმავების, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ მსგავსი ტიპის პოზიტიური ნაბიჯები და სიგნალები გაგრძელდება, საქართველოს ხელისუფლება მზად არის და მივესალმებით გერმანიასთან ურთიერთობების გაღრმავებას, ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ მომავალი თანამშრომლობისთვის. ვერაზე გვიან ღამით მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლის საფრთხე არ ემუქრება. პაციენტები ჰელსიკორში არიან მოთავსებულები. კლინიკის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ერთ-ერთ ახალგაზრდას ღია ჭრილობა მარცხენა მხარის, მეორეს კი მარცხენა მტევნის არეში აქვს მიყენებული. ორივე მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა. საღამოს შემოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში ორი ახალგაზრდა ბიჭი 17-18 წლისანი. ორივეს ესაჭიროებოდა ოპერაციული მკურნალობა, ერთ დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხრის არეში, მეორეს მარცხენა მტევნის არეში. ორივეს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. წარმატებით ჩაიარა ოპერაცია. ამ დროისთვის დღევანდელი მდგომარეობით ორივენი არიან სტაბილურად, მათ სიცოცხლის და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. კონტაქტურები არიან ჩვეულებრივად? კონტაქტურები ჩვეულებრივად ვესაუბრე ახლა 5 წუთის წინ დაახლოებით ორივენი კარგად არიან, თავს კარგად გრძნობენ. შემთხვევის ადგილზე დილამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. ექსპერტ კრიმინალისტებმა მუშაობა რამდენიმე საათის წინ დაასრულა. შეერაღებული თავდასხმა ვერაზე გვიან ღამით მოხდა. ინციდენტის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი. მიყენებული ჭრილობების შედეგად ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. მამაკაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, სამართალდამცველებმა ხველკვალზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და დაზიანებები მიიღო. გამოძიებაურიან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენი ინფორმაციით დაკავებული ნიკოლოზ კაპანაძე, ლელოს მხარდამჭერი აქტივისტი და პარტიის წევრის გიორგი სიორაძის ახლო მეგობარია. ჩვენ ვცდილობთ გიორგი სიორაძესთან დაკავშირებას და დეტალების დაზუსტებას. ყვანილი იქნა სასწრაფო დახმარების მიერ ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსრული ჭრილობით. სამწუხაროდ ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან. დანარჩენი რითი იყო მიყენებული, სად ქონდა რაღაცა სამედიცინო ექსპერტის პერიოდში იქნება დასკვნილი.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით ბრალდებულმა ფიზიკურად იზალა და ონისა უქრიაშვილზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაულის ჩადენიდან მალევე ვაკე საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა ერთი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა ბრალდებული სახით დააკავეს. შემთხვევა გუშინ ღამით ონისა უქრიაშვილის სახლთან მოხდა, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს. უქრიაშვილმა სამედიცინო დაწესებულება მალევე დატოვა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ონისა უქრიაშვილი პოლიციამ უკვე გამოკითხა. გუშინ ღამით თვითონ მივიდა უკვე სამმართველოში თანამშრომლობის გამოძიებასთან და პირისპირ მოხდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემმა დაშქრა ყოფნა იცნო ეს აქტივისტი ონისა უქრიაშვილი და გამოელაპარაკა მას, კერძოდ უთხრა, რომ შენი არა ხარ, ნოდარ დუმბაზე რო აგინეო და მეტი საგინებელი ვერ ნახე და მოკლედ რო თქვა ამის გამო დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და ონისა უქრიაშვილის მიმართ მომხდარ ძალადობის ფაქტზე კეთდება შეფასებების. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებისთვის ძალადობა მიუღებელია და ამბობენ, რომ რაც უნდა მიუღებელი იყოს კონკრეტული პიროვნება თუ მისი მოსაზრებები, ყველა კონფლიქტის სიტყვიერად ძალადობის გარეშე უნდა მოგვარდეს. თუმცა კანონმდებლები ამავდროულად ყველას მოუწოდებენ და ხაზს უსვამენ იმას, რომ მიუღებელია და არ შეიძლება შეურაცხყოფელი საუბარი, გინება და ხუმრობა ეკლესიაზე, პატრიარქზე, მწერლებზე, რადგან საზოგადოებას ამაზე რეაგირება იქნება. მიუღებელია ძალადობა, რაც არ უნდა, ასე ვთქვათ, ფაქტორით იყოს ეს განსაზღვრული. კიდევ ერთხელ მე ყველას მოუწოდებ, რომ მაქსიმალურად სიტყვით, მაქსიმალურად აი რაღაც ურთიერთდანდობით იყოს ეს ურთიერთობები გარკვეული ერთის მხრივ. ხოლო მეორეს მხრივ მე ყველას ამავე დროს მოუწოდებ, რომ არ შეიძლება იმ ადამიანებს, რომელიც საამაყოა ნებისმიერი ქართველისთვის, ეს იქნებიან მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, პოეტები, თუ არ აქვს მნიშვნელობა, არ შეიძლება უდიერად მოხსენიება, არ შეიძლება შეურაცხყოფის მიყენება. კიდევ ერთხელ, რომ პატივი ვცეთ ჩვენს ენას, მამულს, სარწმუნოებას, ეკლესიას, ჩვენს პოეტებს, მწერლებს, ეს არის სწორი მიდგომა. ნებისმიერ ტიპის ძალადობას, რა თქმა უნდა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ვგმობთ და შეეხება ზოგადად აი ამ პოლიტიკურ კლიმატს, რომელიც შექმნა რადიკალურმა ოპოზიციამ თავისი რადიკალური და უარყოფითი PR კამპანიებით და სიძულვილის ენის ძალიან აქტიური გამოყენებით პოლიტიკურ სივრცეში, ისტორიული პერსონების მიმართ და აი ამ ადამიანების მიმართ მათი კამპანია, რა თქმა უნდა, იწვევს საზოგადოების გულისწყრომას და საზოგადოების გაღიზიანებას. შესაბამისად, ჩვენ უნდა პირველ რიგში ვეძებოთ მიზეზშედეგობრივი კავშირი. მიხეილ სააკაშვილი ეკაგი გაურს უპირისპირდება. სააკაშვილი სამარცხინოს უწოდებს იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიში ის პოლიტპატიმრად არ არის მოხსენიებული. ნაცმოძრაობის ლიდერი არასამთავრობო ორგანიზაციებს არა გულწრფელ და არა ეფექტურ გრანტი ჭამიებს უწოდებს. ლიდერის პოზიციას იზიარებენ ნაციონალურ მოძრაობაში და ამბობენ, რომ ეკაგი გაურის ორგანიზაცია უსამართლო და თავხედური კამპანიით საკუთარ რეპუტაციას აზიანებს. მართლ გუნდში კი ხაზს უსვამენ, რომ ქვეყანას ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში პოლიტპატიმრები არასდროს ყოლია. რაც შეეხება გიგაურის სააკაშვილის კონფლიქტს, სახელმწიფო პარტიაში მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობამ უცხოელი პატრონებისგან მიღებული დავალების შესაბამისად იმოქმედა, რაც გარე აქტორების მხრიდან სააკაშვილის ფაქტორის უკანა პლანზე გადაწევას მიუთითებს. სრულიად სამარცხინოდ ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პოლიტიკა უნდა განახლდეს და მათი ხელმძღვანელები რატომღაც 15-20 წელი არიან მომსხდარი ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელ თანამდებობებზე, თავისი კარგი ცხოვრებით. სწორედ ამიტომ არანაირი ავტორიტეტი ხალხში თქვენ არ გაქვთ. ხალხი თქვენ გთვლით არა გულწრფელ, არა ეფექტურ გრანტი ჭამიებად. ვთხოვ ყველა სამართლიან ადამიანს საკმარისი პასუხი გასცეს ამ ცრუ გამჭვირვალობას. სირცხვილი მათ. ზოგად პოზიციასაც ატარებს ეს სტატუსი სრულიად ვიზიარე. აქ არ არის მიხეილ სააკაშვილი, არანაირი პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი გამართლება ამ ამბავს არ აქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რეპუტაციის ორგანიზაციაც კი ამ ანტიმიშა კამპანიას თავს ვერ ანებებს, რის გამოც უბრალოდ საკუთარ თავს იზიანებს, საკუთარ რეპუტაციას იზიანებს. ჩვენ ვამხელთ და ვიზახით სიმართლეს. საქართველოს ჩვენი მმართველობის დროს არც ყოლია და არც ეყოლება პოლიტპატიმარი. თითოეული ადამიანი იხდის სასჯელს კონკრეტული დანაშაულობების გამო. ეთყობა კაპიტანმა გიგაურმა, რაც მიიღო სპისოკი, სპისოკში არ ეწერა სააკაშვილი, ჩამოწერილია.
იქიდანაც კი ჩამოწერილია და სერიოზულად აღიქვამენ უკვე სააკაშვილს, ხო? და ასე რომ აი ბელადის მე მგონი აღზევება წარსულს ბარდება უკვე ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში. დარჩა ასე, ლუზერად, რაც იყო თავიდან ბოლომდე. შენ როდესაც შენი ქვეყნის წინააღმდეგ, შენი ხალხის წინააღმდეგ, შენი ტრადიციების, ეკლესიის წინააღმდეგ გაილაშქრე. ბუნებრივია, შენებიც კი მიგატოვებენ. აი ეს უსამშობლოები, კაპიტანი გიგაური და მისი მთელი აგენტურა რაც არის, როგორც ამბობენ, ხო? ისინიც კი არ გაგითვალისწინებენ. მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით საუბარი ერთის მხრივ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული, მეორე მხრივ პოლიტიკურ საფუძველს არის მოკლებული. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში ქალბატონი კაპიტანი გიგაური მართალია, ხოლო მეორე მხრივ რაც შეეხება ბატონ მიხეილ სააკაშვილის ბრალდებას, მიხეილ სააკაშვილის თავის მხრივ მართალია, იმდენად რამდენადაც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს არასოდეს არ ემსახურებოდა ქართული ხალხის და ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესებს, ის ყოველთვის ორიენტირებული იყო თავის უცხოელ პატრონებზე და დამკვეთებზე. პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირის ხელკვალზე დააკავა. გამოძების ინფორმაციით ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკებისას მეუღლეს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაპირისპირებისას ასევე დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც. დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთმტკიცებად არის ამოღებული. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დედაქალაქის მთავარი გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე სრულად, ხოლო კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. სამუშაოები მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებით იწყება. სრულად განახდება წყალმომარაგების და წყალმოვარდნების სისტემების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური ქსელები. დამონტაჟდება მიწისქვეშა ურნები, მოეწყობა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს. გაკეთდება მიწის ზედა, ქვეით და გადასასვლელები. სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება თანამედროვე LED განათების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გამზირის უკეთეს განათებასა და ენერგოეფექტურობას. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება. პროექტის ჯამოღირებულება 50 მილიონ ლარამდეა. გუშინ უკვე გადაიკეტა რუსთაველის გამზირის სრულად სამანქანო მოძრაობისთვის. ძალიან დიდი ბოდიში გვინდა მოუხადოთ მოსახლეობას იმ დისკომფორტისთვის, რა დისკომფორტსაც აღნიშნული რეაბილიტაცია გამოიწვევს, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ქუჩის სრული დაკეტვა გამომდინარეობდა იქიდან, რომ რეაბილიტაცია მოხდეს, რაც შეიძლება დაჩქარებულ ვადაში. გვაქვს სამანქანო მოძრაობის ცვლილება, როგორც იცით, მანქანები ვერ შეძლებენ რუსთაველის გამზირზე მოძრაობას, შესაბამისად მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გადაადგილდნენ ზემო მთაწმინდის ქუჩებით, ასევე თაბუკაშვილის ქუჩით და მარჯვენა სანაპიროთი. ერგდეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. მთავარი განსახილველი საკითხი საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ინციდენტებია. ამ დროისათვის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს 12 მოქალაქე რჩება. წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო ხაზთან ქარელის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში 6 უკანონო ბორდერიზაციის ფაქტი დაფიქსირდა. უსაფრთხოების საკითხებთან ერთად მხარეები შეხვედრაზე ჰუმანიტარულ საკითხებსაც განიხილავენ. დღის წესრიგის მთავარ ნაწილს წარმოადგენს უკანონო პატიმრობაში მყოფ პირთა გათავისუფლების საკითხი, ასევე საუბარი შეეხება უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის ფაქტებს, რომელიც ასევე არის ძალიან მძიმე ინციდენტი. წინა შეხვედრიდან დღემდე, ანუ შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირდა უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის 6 ფაქტი და ამ პროცესმა მოიცვა გორის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდებარე არსებული ტერიტორია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ რიგი კომპანიების მიმართ საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ იმსჯელა. განიხილეს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მექანიზმები, გამოწვევები, რეგიონისთვის პრიორიტეტული ინიციატივები და პროექტების მოზიდვის შესაძლებლობები. ზურაბ პატარიძის განცხადებით, არსებული საჭიროებების დროული გამოვლენისა და ეფექტიანი რეაგირებისთვის კერძო და საჯარო სექტორების მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
საქართველოს განათლების მინისტრი ანა კლიის ახალგაზრდულ ბანაკში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც ბანაკის 2026 წლის პირველი ნაკადის მონაწილეები არიან. გივი მიქანაძემ ახალგაზრდული პოლიტიკის უმაღლესი განათლების რეფორმისა და სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას ახალგაზრდული ბანაკების გაფართოებას უთმობს. მიმდინარე წელს ანა კლიის ბანაკი 11 ნაკადად 2640 ახალგაზრდას უმასპინძლებს და მათ საგანმანათლებლო შემეცნებითა და სპორტულ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს. ეს პროგრამა ტრადიციულად ხორციელდება ყოველწლიურად. მიმართულება საბანაკე სივრცეების განვითარების არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ახალგაზრდული პოლიტიკისა. ამჟამად მიმდინარეობს შაორის ბანაკის განახლებაზე მუშაობა და შემდეგი ზაფხულიდან უკვე შესაძლებლობა გვექნება, რომ განახლებულ ბანაკში რაჭაში მივიღოთ სტუდენტთა დამატებითი ნაკადები. ასევე მიმდინარეობს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაცია, რომელიც შემდეგი წლის შუა პერიოდში დასრულდება და პარალელურად ჩვენ ვნახულობთ სივრცეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იმისთვის, რომ დამატებით 4-5 ბანაკი კიდევ განვავითაროთ. ბანაკი წელს 1300 ახალგაზრდას მიიღებს, რომელთა შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით საღამოებში მონაწილეობა, მაგრამ რაც მთავარია, მათ აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ ბანაკის მეგობრები. აქ ძალიან კარგი გარემო არის, გამომდინარე იქიდან, რომ არის ბევრი ფიზიკური აქტივობები, გართობები, თამაშები, შესაბამისი ტრენინგები, რომლისგანაც ბევრი რამის სწავლა შეუძლია ახალგაზრდას. შევიძინეთ უამრავი მეგობარი, ძალიან კარგი გარემო არის. ზაფხულის ცხელდღეებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. ცენტრის ინფორმაციით ზაფხულის პერიოდში მატულობს ნაწლავთა ინფექციები, შესაბამისად აუცილებელია პროდუქტების შენახვა, სწორი გამოყენება და მომზადება. გასაკვები ოთახის ტემპერატურაზე არ უნდა ინახებოდეს 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. დაავადებათა კონტროლის ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, რომ ინფექციების პრევენციისთვის ფუნდამენტური პირადი ჰიგიენაა. ზაფხულის ცხელ პერიოდის დადგომასთან დაკავშირებით ყოველთვის მატულობს ხოლმე ნაწლავთა მწვავე ინფექციებისა და საკვების მიერი მოშხამოების რაოდენობა. განცალკევებით უნდა ინახებოდეს ულმი და მზა პროდუქტები და მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი მათი ურთიერთშეხებას ნებისმიერ გარემოში. მზა პროდუქტები და მზა საკვები ოთახის ტემპერატურაზე არ უნდა ინახებოდეს 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში და უნდა განთავსდეს აუცილებლად ცივ გარემოში. მოხმარების წინ პროდუქტი, რომელიც თბილად გამოიყენება, უნდა კარგად გაცხელდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ის უსაფრთხო. პროდუქტის მომზადებამდე აუცილებლად უნდა მოხდეს ხელების სრულფასოვანი კარგი გასუფთავება სუფთა სანდო ხარისხის წყლით და ასევე კვების წინ ნებისმიერმა ადამიანმა საგულდაგულოდ უნდა დაიბანოს ხელები. განსაკუთრებული ყურადღების საგანი არის წყალი და წყლის მოხმარება ადამიანების მიერ, იგულისხმება როგორც სასმელი, ასევე რეკრეაციული წყალი. თბილსერვის ჯგუფის ორგანიზებით დიღმის ტყეპარკში დასუფთავების აქცია გაიმართა. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა თბილსერვის ჯგუფის დირექტორმა დიდუბის რაიონის გამგებელთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად მიიღო. აქციაში კომპანიის თანამშრომლებთან ერთად აქტიურად ჩაერთნენ დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. ღონისძიების ფარგლებში დიღმის ტყეპარკის მთელი ტერიტორია სრულად გაიწმინდა დაგროვილი საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან. კამპანიის მიზანი იყო რეკრეაციული ზონის მოწესრიგება, გარემოზე ზრუნვის კულტურის ამაღლება და მოქალაქეების აქტიური თანამონაწილეობით ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. დღეს ჩვენ ახორციელებთ მორიგ დასუფთავების აქციას დიღმის ტყეპარკში. მაჟორიტარ დეპუტატთან და დიდუბის რაიონის გამგებელთან ერთად მოსახლეობაც არის ჩართული აქციაში. დასუფთავების მიზანია როგორც ტერიტორიას გამწვანებული სივრცის ფუნქციის შესრულება დაუბრუნოთ. ძალიან კარგი ღონისძიება, მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, რომ აღნიშნული სივრცეები დასუფთავდეს, მოწესრიგებული იყოს და მოსახლეობაც თბილისერის ჯგუფის თანამშრომლებთან ერთად გაუფრთხილდეს ჩვენ ქალაქს და მეტი სისუფთავე იყოს ქალაქში. ძალიან კარგი წამოწყება, რისთვისაც მინდა მადლობა გადაუხადოთ თბილისერვის ჯგუფს. მახარებს ის ფაქტი, რომ ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად, ზოგადად დიღმის ტყეპარკი არა მარტო ამ უბნისთვის, თბილისისთვის გამორჩეული მწვანე სივრცეა. ეს ყაბალო ინფორმაცია პირველზე ერთმანეთს უბრალოდ 4-ზე შევხვდებით დროებით.